ახლა კი დღის სხვა ახალი ამბები. შუახევ ჰესზე სამუშაო ბანაკების და ინფრასტრუქტურის ნაწილის მშენებლობა დასრულდა. ჰესის სიმძლავრე 178 მეგავატი, ხოლო წლიური გამომუშავება 445 მილიონი კილოვატ-საათი იქნება. პროექტით, რომლის საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონი დოლარია, 2 კაშხლის და წყალსაცავების მოწყობაა გათვალისწინებული. უახლოეს პერიოდში 2 ეგრეთ წოდებული შტოლნის მშენებლობა დაიწყება. სამუშაოები ენერგეტიკის მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერეს. ისინი კირნათი, ჰესისა და ხელვაჩაური ჰესი 1-ის მშენებლობის ადგილებზეც იმყოფებოდნენ და ინფორმაცია მშენებელი კომპანიების ხელმძღვანელებისგან მიიღეს. მიმდინარეობს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა შუახევი ჰესის და სხალთა ჰესის 2016 წლისთვის უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში. არის ინვესტორი ყველაზე ერთ-ერთი დიდი კომპანია, რომელიც შემოვიდა საქართველოში, ეს არის ტატა ჯგუფი ნორვეგიულ კომპანიასთან ერთად. 2016-ში ჩვენ მივიღებთ დაახლოებით 190 მეგავატს დამატებით, რაც ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემისთვის, ენერგოსისტემის მდგრადობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.